საქართველოს ეროვნული ჰიმნი National Anthem of Georgia. ორჯერ შეიძლება ოქრიაშვილი მოიგო ორთაბრძოლა შემდეგ გაგრძელება არის საჭირო კანკავა და უნდა დაარტყას დაარტყა მაგრამ ცუდად პირველი დარტყმა ვიხილ მოქმედებს მასთან პრაქტიკულად ახლოს ანდრე პუტილა ჩაწოდება მეკარე თამაშობს ძალიან კარგად თუმცა ბოლომდე შეიძლებოდა აქ რადიოთან ესპანეთთან ასე რომ აი ეს უშუალო შეხვედრაში შეიძლება გულების მოპოვება ძალიან სახიფათო გამოდგა ახლა ეს ჩაწოდების მცდელობა ბრესანისაგან მაგრამ კორნილენკო საჯარიმოში ფრთხილად არის აქ თამაში საჭირო მიიღო ბურთი გამოვიდა შემოატრიალა შემდეგ უტევს ნეხაიჩიკი დაარტყა და ლორია თამაშობს ძალიან კარგად ამ ეპიზოდში ბრავო გიორგი ლორია ძალიან კარგად თამაშა ნეხაიჩიკმა მცველებს გაცი დედანა ცენტრში სადაც ხიზანიშვილი თამაშობს დიაგონალი ხიზანიშვილის შესრულებით ვერ მისვლა ჭედლიძე ოქრიაშვილი კარგი პასი გამოუვიდა დარტყმა და მეკარე თამაშობს აი მოლოდნელის შეცდომა ეხლებმა ცენტრში კარგად გაითამაშეს თარგამაძე დაიძრა წინ წავიდა ძალიან კარგად აუარა 60 წინააღმდეგეს ჩააწოდა უთი კარის მიმართულებით წავიდა რაც ყველაზე მთავარია და კარგი მაგრამ ამ ეპიზოდში მეკარე მითამაშა კარგად რომ ემოძრავა იმპულსი მიუძრავდა უოჭველა არ იქნება ბევრი მომენტი ბელორუსის ნაკრების კართან ახლა ხედავს ამას ჩვენი ტელემაყურებელი მშვენივრად და ის მცირე შანსები იმისთვის რომ შეიქმნას ხიბატები აქ საფრთხე მომენტია დარტყმა შორეულ კუთხეში კიდევ ერთი არ შედგა კიდევ ერთი საბედნიერო კარგად გამოიტანა იქ ბურთი პრაქტიკულად წარიელი კარიდან ისევ ბელორუსთა შეტევა ჩავარდა გრიგალავა და დარტყმა ეხლა უკვე ბელორუსები არიან შეტევაში სახიფათო იერიში სუფთად არის თამაში საჭირო და ყურადღებით ოჩახ ლორია ის და ისევ პუტილო აქტიურობდა და ძალიან საინტერესოა რომ ძალიან იოლად აუარა პუტილომ გვერდი კაშიას კედელი ოქრიაშვილი თარგამაძე მაღალი პასი საჯარიმო მოედანში მოვიდა ლორია განუხდა სიტუაცია დროზე არის ამოსვლა საჭირო ეხლა საკუთარი საჯარიმოდან ისევ მარჯვენა ფრთიდან ბელორუსები არიან შეტევაზე კიდევ ერთი ჩაწოდება ბურთის გამოდანა საჭირო და არტყა გარის მიმართულებით მაინც დაარტყმევინეს კორნილენკო არა არ იყო კორნილენკო განცდას ნამდვილად ვერ ვიტოვეთ შეხვედრიდან გამომდინარე აი 45 წუთიდან გამომდინარე რადგანაც არ არის ის მატჩი რაც სურს ქართველ გულშემატკივარს მოედანზე ყოფნას და მან აღნიშნა რომ ეს ვარიანტი თავისთავად გამოერიცხა და დარჩა ერთადერთი სახიფათო შეტევა ქართველი ფეხბურთელები ოქრიაშვილიც რუმოძრაობა შემდეგ დარტყმა საჭირო კიდევ ერთი მოძრაობა გოლ ოქრიაშვილი წინვალე გოლი გაიტანა შესანიშნავად ითამაშა ძალიან კარგად ითამაშა ოქრიაშვილმა შეიძლება ზედმეტიც გააკეთა მაგრამ ალბათ ესეც არის სწორედ ეს მომენტი რომ ტექნიკური იყო ძალიან ოქრიაშვილი შვენივრად ითამაშა საჯარიმოში და გახსნა ანგარიში თორნიკე ოქრიაშვილმა დღევანდელ შეხვედრაში 51 წუთი მატჩისა საქართველოს ნაკრები გადის წინ წინვალედ ითამაშა ოქრიაშვილმა ძალიან ოსტატურად ჩამოიშორა მოწინააღმდეგე და შემდეგ ასევე ოსტატურად დაამთავრა ძალიან კარგად თავისი სოლორეიდი ეს შემდეგი მოძრაობა წინვალე ორი ფეხბურთელი ერთმანეთს შეეჯახა ბრავო ოქრიაშვილი
ეს არის მისი პირველი გოლი ეროვნულ ნაკრებში, თორნიკე ოქრიაშვილის პირველი გოლი, მეოთხე შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ ნაკრებში. აი ეს იყო საოცარი მოძრაობა, ორი ფეხი, ერთი უცილებლად მე კეცბაია რაზე საუბრობდი, უბრალოდ კონდრატევმა თქო რომ ის ერთი ვარიანტი თავისთავად გამოერიცხა, ალექსანდრ გლების ვარიანტი და დარჩა მეორე. ანანიძე ოქრიაშვილი შემდეგ დარტყმა. კაცდა ოქრიაშვილის დარტყმის შემდეგ. ურთი კარგია, ესე ეხლა საწყისი ეპიზოდის გამო ეკუთვნოდა, როდესაც ორი ფეხით წავიდა და იქ გადარჩა ჭედლიძე იმით, რომ ბურთი მოხდა ფეხბურთელებს შორის, თორემ გაცილებით უფრო სერიოზული ტრავმა შეიძლებოდა მიეღო. ანანიძე, კარგად დაუტოვა, დაარტყა. მეკარე თამაშობს კარგად. აი ესეა აგრძელონ. იერიში. ნახოთ ეხლა რა ვარიანტი იქნება შეტევისა. კარგია. და ეხლა კონტრიერში ოთხი არიან შეტევაზე, ქართველი ფეხბურთელები არა. რატო ესე შორიდან ყურადღებით არის აქ თამაში საჭირო და რასტოვარია სუფთად. კორნელეკოს ჯერ ბურთი ვერ წაართვეს ქართველებმა. საოცრება არის, აი ესეთი რა, უბრალოდ ძნელი სანახავია. ნომრები არიან შეტევაზე. უტილო ბურთით. შორიდან დასაწყობად ემზადება და არტყა ლორია ეუბნება ბურთს პროგრამის გარშე. საწოდების კიდევ ერთი მცდელობა. შორიდან დარტყმა ყოჩახლორია. აი ეს იყო ორდაჩოლმა დაარტყა. აი ეს იყო ეპიზოდი. გადაცემა. ჩაწოდება საჯარიმო მოედანში. კიდევ ერთი სახიფათო ეპიზოდი, კიდევ ერთი დარტყმა და სამედნიეროდ არ აუგისტი. აქ უკვე ძალიან ცუდად ითამაშა. უტილო უყავდა გარის მართულებით. ეს შეიძლება ამითი გაცილებით კარგად გადის დრო. კი. ამითი გაცილებით კარგად გადის დრო და ეხლა საჯი შემოიყვანენ თუ არა გულს. საჯი მისცემს საფინალო ნიშას, რაც საუბრობელია, რაც იმის გაუწყებელი რომ პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა მოიგო და ყველას ულოცავ ამ გამარჯვებას საქართველოს ნაკრებისა. 1-0 მძიმე იყო ეს შეხვედრა. ორი განსხვავებული ტაიმი და მეორე გაცილებით უფრო უკეთესი ვიდრე პირველი. ოქრიაშვილის გოლის წყალობით 1-0 საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა ბელორუსიის ეროვნული გუნდი. 11 წლში ჩვენი მეტოქე უკვე არის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები. დღეს კი მართლაც მოსალოცად გვაქვს საქმე, ულოცავ ბელორუსიის ეროვნული გუნდის დამარცხებას საქართველოს ნაკრების ყველა შემადგენლად. ესპანეთთანაც ალბათ ყოველგვარი პანიკის გარეშე, ყოველგვარი შიშის გარეშე უნდა გამოვიდეს გუნდი, ითამაშოს და არც ყველაფერი ხდება. ეს კი არ ვიცი, სასიამოვნო ყოველწა ესეთი კადრების ცქერა, ესეთი კადრების ყურება, როდესაც ერთმანეთს ულოცავენ ყველანი გამარჯვებას, ქართველი ფეხბურთელები, ქართველი გულშემატკივრები, ჩვენც არც უერთდებით კიდევ ერთხელ და გილოცავთ ამ გამარჯვებას, რაც ძალიან